ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ხელმწიფება. თუ როგორ წარმოაჩენს იგი თავის ხელმწიფებას ადამიანების წინაშე. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან მერვე შვიდეულის კვირადღის წირვის სახარება და აი ამ სახარების მონაკვეთის მიხედვით ვისაუბრებთ ამ თემაზე. წავიკითხოთ ტექსტი სახარების. და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნას ნეულნი მათნი და ვითარცა შემწუხდა მოუხდეს მოწაფენი მისნი და რქვეს მას უდაბნო არს ადგილი ესე და ჟამი გარდასულ არს განუტევე ერი ესე რაითა წარვიდნენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თვისა საზდელი ხოლო იესო რქვა მათ არა უხს მათ წარსვლა თქვენ ეცით მაგათ ჭამათი ხოლო მათ რქვეს მას არა გვაქვს აქა გარნა 5 პური და 2 თევზი რქვა მათ იესო მომართვით მე იგი აქა და უბრძანაერსამას დასხდომა თივასა ზედა და მოიღო 5 იგი პური და 2 თევზი აღიხილნა ზეცად დააკურთხა და განტეხა და მისდა პურნი იგი მოწაფეთა თვისთა და მოწაფეთა მათ მისცესერსამას და ჭამეს ყოველთა და განძღეს და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი 12 გოდორი სავსე ხოლო იყვნეს რომელთა იგი ჭამეს მამანი ხოლო 5,000 თვინიერ ყმებისა და დედებისა და მეხსეულად აიძულა მოწაფეთა შესვლად ნავსა და წინა წარძვანვად მისა წია კერძო ვიდრემდე განუტევოს ერი იგი. ნუ ყოველი სასწაული რომელსაც ჩვენ სახარებაში ვეცნობით რასაკვირველია ღვთაებრივი ხელმწიფების დასტური და ნიმუშია წარმომაჩინებელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ძენი მაგრამ საინტერესო ის არის რომ თვითონ მაცხოვარი ცდილობს რომ აი ეს მისი ღვთაებრივი ხელმწიფება კიდევ უფრო ღრმად ჩაბეჭდოს არა მარტო მოწაფეების, არამედ ერის ცნობიერებაში. რამე თუ მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეები მრავალი ადამიანი ხედავს, მართლაც რომ არ ნახულ სასწაულებს, რაც არც მანამდე არავის გაეგონა და მერეც რასაკვირველია ხდებოდა, მაგრამ მხოლოდ იესო ქრისტეს სადმი ვედრების გზით და აქ ხდება ყველაფერი, ესე იგი, უშუალოდ მაცხოვარი თავისი სიტყვით ან ხელის შეხებით ყოველგვარი ღმერთთან, ესე ვთქვათ, ღმერთისადმი თხოვნის გარეშე აღასრულებს ამ სასწაულებს და მაგრამ მაცხოვარი ცდილობს რომ აი მიუხედავად ამისა რომ ასეთი საოცარია ეს ღვთაებრივი ხელმწიფება ჩანს ყველა სასწაულში მაინც ესე იგი ადამიანი მიუხედავად მით უმეტეს ადამიანი რომელსაც ჯერ კიდევ სული წმინდის მადლი არ მიუღია ანუ ჯერ კიდევ არ განახლებულა სულიერად ასეთი ადამიანი სასაკვირველია ბოლომდე ვერ გულისხმობს აი ამ ღვთაებრივი ხელმწიფების არს მის რეალობას რომ იესო ქრისტე ყოვლის შემძლეა რომ იგი ღმერთია არის მომენტები როდესაც მოციქულები და არა მარტო მოციქულები ზოგჯერ წარმართებიც კი გამოხატავენ აი საოცარ რწმენას მაგრამ ისევ და ისევ თვით მოციქულებშიც კი ეს რწმენა ხშირად მერყეობს ხშირად ესეთი თითქოს აი ვეღარ ვლინდება ისე როგორც ვთქვათ წინა შემთხვევებში გამოვლინდა
და ცხოვარი ხშირად ასეთი საყვედურობს ასეთი სიტყვებით მოციქულებს მცირედ მორწმუნენო რა ისათვის შეორგულდით. აი აქაც არის ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ სახარება სადაც ჩვენ ხედავთ თუ როგორ მან 5 პურითა და 2 თევზით დააპურა ესე იგი 5000-ზე მეტი ალბათ 10000-ზე მეტი ადამიანი და აი რა როგორ სანამ ამას ამ სასწაულს აღასრულებდა რასაკვირველია იესო ქრისტე ფიქრობდა იმაზე რომ აი როგორ დახმარებოდა მოწაფეებს და ერს რომ მათთვის ეს სასწაული კვლავაც კიდევ ერთი დიდი სასწაული აი მათ სულებში აი ჩაბეჭდილიყო როგორც ესეთი ბეჭედი მტკიცე და ურყევი რწმენისა. უპირველეს ყოვლისა იესო ქრისტე გადის უდაბნოში. გადის მას შემდეგ რაც იგი გაიგებს რომ იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. გადის ჯერითი საერთოდ ტოვებს იუდეას რომ არ შევიდეს დაპირისპირებაში და კიდევ ასე თქვა დროზე ადრე არ მოხდეს მისი ესეთი ვნება მისი ანუ ჯვარცმა რადგანაც ყველაფერს თავისი დრო აქვს და ის ამზადებს აი ამ ნიადაგს იმისთვის რომ აღესრულოს აი თავარი საიდუმლო კაცთა ცოდვებისაგან გამოხსნის რომელიც მისი ჯვარცმით უნდა დაგვირგვინდეს და ამიტომ იგი ტოვებს იუდეას მიდის გალილეაში და გადის უდაბნო ადგილას ოღონდ უდაბნო ამ შემთხვევაში არა ფიზიკური თვალსაზრისით არამედ იგულისხმება დაუსახლებელი ასე ვთქვათ ფერდობები სადაც იგი ცდილობს გამარტოვდეს და ილოცოს და ასე ვთქვათ აი ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ კიდევ უფრო ჩაღრმავდეს სულიერად გამტკიცდეს პერიოდულად იესო ქრისტე გამარტოვდებოდა და ლოცულობდა და აი ეს არის კიდევ მაგალითი იმისა რომ მართალია იესო ქრისტე ღმერთკაცია მაგრამ იგი თავისი ადამიანური ბუნებით ვითარდება მისი ადამიანური ბუნება მისი ადამიანური ბუნება საჭიროებს ასე იგი აი ამ სულიერ ასეთ უпроსორეთ მისი ადამიანური ბუნება ჩვენთვის არის მაგალითი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და იესო ქრისტე გვაჩვენებს აი ამ მაგალითს რომ ჩვენ ადამიანები ხშირად უნდა განმარტოვდებოდეთ ლოცვისათვის რათა წუთისოფლის ეს სიმძიმე ჩვენთვის აუტანელი არ გახდეს და აი ასეთ დროს განმარტოვების სურველი ძიებაში მყოფი მაცხოვარი ხედავს რომ უამრავი ადამიანი სხვადასხვა სოფლებიდან ქალაქებიდან გაიგებენ მის ყოფნას მის ადგილსამყოფელს და მიდიან მასთან და რასაკვირველია მიუხედავად იმისა რომ მას თავისი ასეთი მიზანი ჰქონდა განმარტოვების იგი მას წერია რომ შეეწყალა ანუ იგი სიბრალულით განიმშვალება მოსულთად მის რომ უმრავლესობას მოჰყავს სნეული ახლობლები და მოლოდინი აქვთ მათი განკურნების თუმცა მათ შორის ასევე ძალიან ბევრია ვინც მოდის იმისთვის რომ მისი სიტყვა მოისმინოს აი უფალი განკურნებს კიდევაც სიტყვითაც განსწავლის და
იგი ხედავს და რასაკვირველია ძალიან კარგად იცის, რომ შორეული ადგილებიდან არიან მოსული და ბევრი არიან ძალიან და დღე გადის და ესე იგი თან მათ არ აქვს საკვები წამოღებული და მან იცის, რომ მათ ეს დასჭირდებათ, მაგრამ ელოდება აი როგორ განვითარდება მოვლენები. უპირველეს ყოვლისა მოდიან მოწაფეები, რომელთაც შეამჩნიეს, რომ აი გვიანია უკვე მათ საკვები არ აქვს თან წამოღებული და ეუბნებიან იესო ქრისტეს, რომ აი ხომარ გაუშვათ ეს ხალხი მახლობელ სოფლებში, რომ თავისთვის საზდელი შეიძინონ. და იესო ქრისტე ეუბნება, რომ არ არისო ამის გაკეთება საჭირო. თქვენ მიეცითო მათ ჭამადიო. აი რატო ეუბნება იესო ქრისტე ამას? არა იმიტომ, რომ მათ რაიმე ასე ვთქვათ საკვები აქვთ მომარაგებული, არამედ იმიტომ, რომ უნდა დააფიქროს ისინი მოწაფეები ახალი დაბრუნებული არიან ქადაგებიდან, სადაც მათ მრავალი სნეული განკურნეს და მრავალი სასწაული აღასრულეს, ბოროტი სულები განასხეს და აი იესო ქრისტეს უნდა რომ მათ აი ეს მათში აი ეს რწმენა გააღვივოს, რომ თუკი მათ შეძლეს ეს სასწაულები, რომ მაცხოვარს თხოვონ, რომ აქაც კიდევ ერთი სასწაული მოახდინოს და რაღაცნაირად აი ეს საკვები განამრავლოს. აი მას სურვილი აქვს, რომ ამას მიახვედროს, მაგრამ ისინი ამას ვერ ხვდებიან და პასუხობენ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ 5 პური და 2 თევზი. მაცხოვარი ეტყვის, რომ მომიტანეთ მე აქ ეს 5 პური და 2 თევზი, უბრძანებს, რომ ეს ყოფი ერი დასხდეს თივაზე მინდორში და აღიხილავს თვალს ზეცად და გაამრავლებს ამ 5 პურს და 2 თევზს და გადასცემს მოწაფეებს და მოწაფეები დაურიგებენ ადამიანებს და იმდენად ბევრი იქნება ეს საკვები, რომ ყველა დანაყდება და კიდევ 12 გოდორი ნამუსრევი, ანუ აი ამ საკვების პურისა და თევზის, ასე იგი, დარჩენილი ნაწილი გოდრებში შეგროვდება. უპირველეს ყოვლისა, მაცხოვარს ამ სასწაულით, გარდა იმისა, რომ პირველ რიგში რასაკვირველია ადამიანები გადაარჩინა, ასე ვთქვათ, დაუძლურებას, შიმშილისაგან დაუძლურებას, იმიტომ რომ შეიძლება სახლამდე ვერ მისულიყო ყველა, ბავშვები ახდნენ, ქალები ახდნენ და რასაკვირველია პირველ რიგში ისინი საჭიროებდნენ საკვების მიღებას. ეს მოანიჭა მათ, მაგრამ მთავარი კიდევ ის არის, რომ მაცხოვარი, როდესაც სასწაულებს აღასრულებდა, ამ სასწაულების ხილველი ერი, მრავალი ერი იყო, მაგრამ ეს სასწაულები აღასრულებდნენ სნეულ ადამიანებზე და მაცხოვარს სურდა, რომ აღესრულებინა ეს სასწაული იმისთვის, რომ მათი თანხლები პირები, ანუ ვინცაც მოყავდა ეს სნეულები, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას ისმენდა, რომ მათაც შეეგრძნოთ ეს სასწაულის საოცარი განცდა ყოფილიყო მათში. ისინი შეხებოდნენ ამ ღვთაებრივი ძალის მოქმედების, ასე ვთქვათ, გამოვლინებას, ნაყოფს, რომ შეხებოდნენ და მართლაც მათ ყველა მიხილა, რომ არ არსებობიდან იესო ქრისტემ ესე იგი გაამრავლა და აი წმინდა მამების განმარტებით ეს სასწაული ძალიან გავდა სამყაროს შექმნის სასწაულს, იმიტომ რომ იქაც მაცხოვარი არარსებობიდან ქმნიდა ესე იგი ნაყოფს და ფაქტიურად აი მან შექმნა ეს პური და თევზი, როგორც
სამყაროს შემოქმედმა და აი ესეთი საოცარი რამ აღასრულა, რითაც რასაკვირველია გამოიწვია უდიდესი სიხარული და მოციქულები კიდევ ერთხელ დაანახა თავისი აი ღვთაებრივი ხელმწიფება და დაეხმარა იმაში, რომ აი ეს მათი ჯერ კიდევ განუმტკიცებელი სარწმუნოება კიდევ ერთხელ გამტკიცებულიყო. და ასე ხდება მრავალგზის, ასე ხდება იყო მანამდეც, ხდება შემდეგაც და აი ამის შემდეგ მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება, რომ ისინი უნდა ჩაჯდნენ ნავში და გაემგზავრონ მეორე ნაპირისაკენ. ერთი შეხედვით ცოტა უცნაურია, მაგრამ მაცხოვრის მიზანი იყო, რომ მოციქულებს, როგორც ქრისტეს მოწაფეებს, აი ამ დიდი სასწაულის გამო საზოგადოებაში ყოფნისას არ გასჩენოდათ ესეთი ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, რომ აი როგორი დიდი წინასწარმეტყველის და დიდი სასწაულთ მოქმედის მოწაფენი არიან ისინი. ეს ერთი. და მეორე, მაცხოვარი ახალ სასწაულს ამზადებდა, რომელიც მოციქულებს უნდა ეხილათ ზღვაზე ნავში ყოფნის დროს. გარდა ამისა, მაცხოვარი ფიქრობდა ასევე იმაზე, რომ ერი სწრაფად გაეშვა ამ მინდვრებიდან. რატომ? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მესიაზე არასწორი წარმოდგენის გამო ებრაელი ერი ელოდა ძლევა მოსილ ხელმწიფეს და ისინი მოინდომებდნენ, აი როცა ასეთ დიდ სასწაულს და ასეთი დიდი რაოდენობა ადამიანისა, რომელსაც შეეხებოდა ეს სასწაული, ამას იხილავდნენ, ისინი მოინდომებდნენ მის ხელმწიფედ ასე ვთქვათ, დადგენას. და მართლაც იოანეს სახარებაში წერია, რომ ისინი ეძებდნენ იესო ქრისტეს, ის განმარტოვდა და ეძებდნენ იმისთვის, რომ ხელმწიფედ დაედგინა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ თუ ნებით, ესე ვთქვათ, არ დაგვემორჩილა, ძალით, ესე ვთქვათ, დავადგინოთ მეფე. ანუ იმდენად შთაბეჭდილება დიდი იყო, მაგრამ აი ცუდი ის იყო, რომ მათ არ ესმოდათ მესიის სულიერი მნიშვნელობა. ისინი მხოლოდ მიწიერი გაგებით აღიქვამდნენ მესიას და რასაკვირველია, მაცხოვარს სურდა მათი გაშვება, რაც შეიძლება სწრაფად, რომ ეს სურვილი მათი არ გამოხატულიყო იქვე. თუმცა, როდესაც შემდგომ გამოიხატა მაცხოვარმა უსაყვედურა მათ და მეძიებთ მე არა იმიტომ, რომ ღვთაებრივი ძალის გამოვლინება იხილეთ, არამედ მეძიებთ იმიტომ, რომ განზეხით, ანუ აი ხორციელი ესეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო, ანუ მომავალშიც ეს მიწიერი რაღაცა ადამიანური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უსურდათ მათ ეს მესიის ხელმწიფება. აი ეს რასაკვირველია, ამას გაურბოდა მაცხოვარი და აი მთავარი რა არის, რომ ჯერ ის, რომ საერთოდ ღვთაებრივი ხელმწიფება ბოლომდე არ ესმით და მეორეც, როდესაც ხედავენ ამ ღვთაებრივ ხელმწიფებას, ფიქრობენ არა სულიერ მეუფებაზე, არა სულიერ იმ სიმდიდრეზე, რომელიც ამ ღვთაებრივმა ძალამ შეიძლება მიანჯოს, არამედ მიწიერ სიმდიდრეზე, მიწიერ კეთილდღეობაზე და შესაბამისად, აი მაცხოვარის მთელი ესეთი მეცადინეობა იყო იმაზე, რომ ამ სასწაულების წყალობით მათში ღვთის რწმენა, ღვთის სადმი რწმენა გამტკიცებულიყო, რომ ღვთაებრივი ხელმწიფების დანახვას მათში აღეძრა სურვილი სწორედ სულიერი სიმდიდრის მოხვეწისა, სწორედ სასუფეველში, ესე ვთქვათ, დამკვიდრების სურვილი აღეძრა და აი სწორედ ეს არის
აი ამ სასწაულის მიზანიც და ყველა სხვა სასწაულის მიზანიც, ამიტომ არის რომაც ხო არის ხშირად ეუბნება ეკითხება გწამთ თუ არა გწამთ, რომ და აი წმე და აყოვნებს ხშირად ესე თქვათ სასწაულის აღსრულებას, რომ ადამიანებში გამტკიცდეს ეს წმენა მისი ღვთაებრიობის მიმართ. ასე რომ მთავარი არსი აი ამ მონაკვეთისა ის გახლავთ, რომ მაცხოვრის ღვთაებრივი ხელმწიფების აღქმა არ იყო ადვილი. არ იყო ადვილი არა მარტო უბრალო ხალხისთვის, თვით მოწაფეებისთვისაც კი, რჩეული ქრისტიანებისთვისაც კი. და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად აი ეს აღფრთოვანება იესო ქრისტეს გამო მათ ეუფლებოდათ, აი რაღაც განსასწრელი ჟამს მათი რწმენა ირყეოდა. რასაკვირველია ეს ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სული წმინდა ჯერ არ იყო მათზე გადმოსული, მაგრამ და როცა სული წმინდა გადმოვიდა, მათი რწმენა გახდა მტკიცე და ურყევი, თუმცა რჩეული რასაკვირველია ქრისტიანებისთვის მაცხოვრის ღვთაებრივი ხელმწიფება და სულიერი სიმდიდრის მოხვეჭის აი ეს მთავარი მისწრაფება იყო როგორც პირველივე საუკუნეში, ისევე დღემდე, მაგრამ თუ პირველ საუკუნეებში ასე ცხოვრობდა აბსოლუტური უმრავლესობა, თანდათანობით ამ ესეთი მაღალი სულიერი სრულყოფის ძლიერი სარწმუნოების ესე იგი მაგალითები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და აი ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც სულ უფრო და უფრო მცირდება ასეთი მაგალითები და აი ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთია ზოგადად აღიარება იმისა, რომ ერთი არსებობს. აღიარება იმისა, რომ იესო ქრისტე რასაკვირველია არის განკაცებული ღმერთი და მისი მცნებების მნიშვნელობის განცდა, რომ აუცილებელია ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეა ისევ და ისევ იესო ქრისტეს ღვთაებრივი აი ამ ძლევამოსილების ხელმწიფების რეალური შეგრძნება, რეალური განცდა, იმიტომ რომ აი სწორედ ასეთი სარწმუნოებას აქვს ნაყოფი და როდესაც ესეთი სარწმუნოების განცდა არის თქვათ შესუსტებული, შესაბამისად მიღებაც იმ წყალობისა, რომელიც უფალ სურსო ჩვენ გადმოგცეს, შეფერხებულია და შეფერხებულია ჩვენს მიერ. აი სწორედ სინერგიული ცნობიერება გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა იცნობდეს ღვთის ნებას და თავის ნებას მთლიანად უნდა უქვემდებარებდეს ღვთის ნებას, ეცადოს რომ თავისი ნებით აირჩიოს სწორედ საღვთო ნება, საღვთო ჭეშმარიტება და ამავე დროს არჩევანის შემდეგ შეძლოს აი ამ ღვთაებრივი ნების აღსრულება ოღონდ ერთი პირობით, ღვთის მადლზე დაფუძნებით და საკუთარი მაქსიმალური ძალისხმევით. აი ეს მაქსიმალური ძალისხმევა ესეც არის სინერგიული ცხოვრების წესი, როცა შენ მთლიანად მთელი შენი ძალით ესე იგი ცდილობ სათნოება აღასრულო, მაგრამ რასაც შენ ვერ აღასრულებ, რამე თუ ადამიანი არასრულყოფილი არსებაა, იმას აღავსებს უფალი, თუ შენს შესაძლებლობის ცდილობ რომ ზღვართან მიხვიდე, მაქსიმუმი გააკეთო და ეს სწორედ სინერგიული ცნობიერების და სინერგიული ცხოვრების წესის დროს არის ნაყოფი სწორედ სარწმუნოებისა, ნაყოფი სათნოებისა და ადამიანი ივსება სული წმინდის მადლით და ხდება ტაძარი ღვთისა. ეს არის მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა. მიუხედავად იმისა, რა ხარისხში უახლოვდებით ჩვენ ამ მიზანს, თავარი არის არა ის, ვინ რა ხარისხში აღწევს, რასაკვირველია, რაც უფრო მეტ ხარისხში აღწევთ, ეს მეტად უფრო
ვუახლოვდებით უფალს და მეტად ვივსებით ამ მადლით და რასაკვირველია უკეთესია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რა ხარისხში ვახცევთ, თუ ჩვენ ამ გზაზე ვდგევართ, თუ ჩვენ აი ამას ვეძიებთ, სულ რომ ესე იგი ძალიან პირველ საფეხურზეც რომ ვიდგეთ სრულყოფის, თუ ჩვენი სწრაფვა ღვთისაკენ არის მუდმივი, შეუსვენებელი, დაუოკებელი და გულმოდგინე, ანუ მოშურნე, ჩვენ ღმერთი, ესე იგი, გვავსებს თავისი მადლით, ღმერთი შეგვინდობს ჩვენ ცოდვებს და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ვართ კავშირში ღმერთთან, ვართ შეერთებული სული წმინდის მადლთან, რითაც ჩვენ დაცული ვართ მნიშვნელოვანი, ესეთი სერიოზული თქვათ შეცდომებისაგან, ცოდვებისაგან და უფლისგან, აი ესეთი უფლისგან ძალიან დიდი დაშორებისაგან ვართ დაცული. ღმერთმა მოგცეს ეს სინერგიული ცნობიერება და სინერგიული ცხოვრების წესი და ღმერთმა მართლმადიდებელი ერი, რომელიც მონათლულია მართლმადიდებლურად, დააბრუნოს დედა ეკლესიის წიაღში, რათა ვიყოთ არა მხოლოდ სახელით მართლმადიდებლები, არამედ ასევე საქმითაც, რათა ჩვენი რწმენა იყოს ნაყოფიერი, ცოცხალი და არა უნაყოფო. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.